თანდათან ნელ-ნელა ამოუკრიბეთ აი ბატონების საუბრიდან რომ როგორც ბატონ ლეჟავა ბრძანებს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ფისკალური ეფექტი ნულის ტოლი იქნება ეხლა რეალიზაციის შემთხვევაში. ხოლო ბატონი თორდია ბრძანებს რომ რაიმე ტიპის ეკონომიკური გათვლები მას არ ქონია, არ დაინტერესებულა, რადგან საქმე ეხება თითქოს და მხოლოდ კონცეფციას. პარალელურად იგივე თქვენს ეთერში ვისმენდი როგორც ჩვენი ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, ასევე ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლებს, რომლებიც ორივე დიდ მოლოდინშია ეკონომიკური და ფინანსური ეფექტისა ასეთი პროექტებიდან. და თითქოს დასაქმებასაც ეშველება ამით. სრულიად გაუგებარია როგორ გას თუ არ გავაყოლეთ იმ მილში ადამიანები, ისე იქ საქმე იმათ არ აქვთ. ამიტომ საფრთხეებზე ლაპარაკი, რომელიც თავიდანვე იყო აქტუალიზებული, ასევე ანალოგიურ შედეგამდე მივიდა, რომ საფრთხეებს არ ცნობენ, იმიტომ რომ განხილული არ ყოფილა ეს საფრთხეები. ერთადერთი არგუმენტი გახლდათ ის, რომ რუსეთს დღესაც შეუძლია გადაგვიკეტოს გაზი და ვინაიდან რეალურად ის ტვირთ თავს ამ გასცადენს, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს ეს იქნება მისი თუ არ იქნება, რადგან ბუნებრივი აირი მასში უნდა იყოს თავისი. ანუ ხელისუფლება შეგუებულია იმას, რომ შეიძლება მილსადენი გახდეს გაზპრომის საკუთრება. შეგუებულია ერთია, მაგრამ პატარა ინციდენტის მსგავსიც დასაწყისშივე მოხდა. შეხვედრაზე, როდესაც ბატონი გია ხუხაშვილი ჩაეკითხა ლაშა თორდიას, რომ კი ბატონო საფრთხეებზე არ გიდათ მსჯელობა თეორიულად მაინც. თქვენ როგორ თვლით, გაზპრომის კუთვნილება რო აღმოჩნდეს ეს გასცადენი წარმოადგენს თუ არა იგი საფრთხეს საქართველოსთვის. პასუხი იყო გულწრფელი. ამ პროექტის ინიციატორი ვერ ხედავს ვერავითარ საფრთხეს, თუ მისი მფლობელი გახდება გაზპრომი. სრულ მფლობელობაზეა ბატონო სოსო საუბარი თუ 10-15%-ზე როგორც აქამდე საუბრობდა ხელისუფლება. ეხლა გიყვებით ზუსტად იმ ტექსტს, რაც გაჟღერდა. ამ კითხვა პასუხში, რომელსაც ეხლა გიყვებით, არ ყოფილა საუბარი წილებზე. და ამის შემდეგ ბატონმა ხუხაშვილმა დატოვა დარბაზი. განაცხადა, რომ მთავარი პასუხი მისთვის უკვე ცხადია, რომ რუსული გაზპრომი არ წარმოადგენს ამ იდეის ინიციატორებისთვის საფრთხეს ქართული ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცისთვის და დატოვა დარბაზი. ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათი კიდე იყო ხანგრძლივი მსჯელობა, არგუმენტები საოცარი უნარი აქვს ჩვენ სახელმწიფო გუნდის წევრებს. თავი არიდონ პირდაპირ პასუხებზე თავის პასუხის გაცემას და რომელი ერთი მომენტი გავიხსენო, არ ვიცი, ერთი მეორეზე კაფიოდ მაჩვენებელი იმისა, რომ უბრალოდ არა თუ ინიციატორები, არამედ საერთოდ უფლებამოსილებიც არ არიან საკუთარი აზრი გულწრფელად გამოთქვან. როდესაც ეკითხებით, როდესაც თავად ბრძანებენ, რომ იცით ეს იქნება 8%, 10%, კითხვაზე რატომ არ წერთ ამას კანონპროექტში, რომელიც თურმე თქვენი ინიციირებულია? რასაც უკვე დიდი ხანია ითხოვს ოპოზიცია. ხო. არ მოხდეს საკონტროლო პაკეტის გასხვისა. არ აქვს პასუხი. იძახიან, რომ არ გავცემთ საკონტროლო პაკეტს. ჩაწერეთ ბატონო. იმ პირობებში, როდესაც უამრავი მაგალითია დღემდე უცნობი ინვესტორების სხვადასხვა ესე იგი ქონების მფლობელთა მიმართებაში. სასამართლოები მიდის და ვერ მოუპოვებიათ მომჩინვანებს ზოგს წელიწადნახევრის მანძილზე, ზოგს 2 წლის მანძილზე ვინ არის მეპატრონე იგივე თბილკანალის და საკვირველია რომ ეს ვირტუალური კომპანია საერთოდ არ ჩნდება როგორც მფლობელი სადარსებობს და რასაკეთებს, ასევე ვარციხე ჰესი, ასევე ჭიათურ მარგანესთან დაკავშირებით გასაიდუმლოებულია ყველაფერს დაარქვეს კომერციული საიდუმლოება და ამიტომ იყო ესეთი მზაობა არა სამთავრობო სექტორიდან რომ დღეს გაერკვიათ, თორე როგორც კი ამ კანონს მიიღებენ, შეიძლება ნებისმიერ მომდევნო დღეს ეს იყოს გასხვისებული და დარქმეული იქნება სათაურად კომერციული საიდუმლოება. ის კი არა ვერ გაგვიგია ენგურჰეს რა სჭირს, ვინ ვისთან რას მოილაპარაკა და დღემდე ესეც ითვლება საიდუმლოებად. ეს უკვე ესეთი
მარაზმთან მიახლოვებული თავხედობის ფორმაა, რომელსაც იყენებს ხელისუფლება და არ მგონია რომ ესეთი პოლიტიკური კუზი პოლიტიკური სამარის გარეშე გასწორდეს. ბატონო, თვითონ ქვეყნისთვის რა საშიშროება იქნება იმ შემთხვევაში, თუ მართლა გაზპრომი გახდა თუნდაც ნაწილობრივი მილსადენის მფლობელი? იქნება, რადგან ხელისუფლება არ სცემს ამაზე პასუხს, მოდით თქვენ გაიცით. ისეთ ასეთი მაგალითიც იყო დღეს. და საერთოდ აქვს თუ არა მნიშვნელობა აქ რა პროცენტის წილი იქნება მათ მიერ შესყიდული? არა, პროცენტს რასაკვირველია აქვს მნიშვნელობა. ერთ-ერთი ნორმალურ ქვეყანაში შეიქმნებოდა სააქციო საზოგადოება, რომლის საკონტროლო პაკეტი ექნებოდა სახელმწიფოს და ჯერ შიდა ბაზარზე მოსინჯავდა ამ აქციების გასხვისებას. ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი, თუნდაც მცირე წილის მფლობელი და თანამმართველი ამ სტრატეგიული დანიშნულების გასადენის. ასე არ კეთდება პირდაპირ ლონდონში ეგულებათ ვიღაცა, ვინც ამ 8 თუ 10% იყიდის. არანაირი ვალდებულება ლონდონის ბირჟას არ აქვს, რომ ეს არ იყოს გაზპრომი. ითუმეტეს, როცა უკვე სომხურ და აზერბაიჯანულ საიტებზე, მედიაში გაჩნდა ზუსტი ინფორმაცია, რომ გაზპრომი ემზადება ამ გასადენის შესაძენად. არ უარყოფენ ამას მაინც არც ჩვენთან, იმიტომ რომ სხვა мотивация რომელიმე ქვეყანას არ გააჩნია რუსეთის მსგავსი. პრაქტიკულად ჩვენი მილსადენი იწყება რუსეთის ესე იგი ბუნებრივი აირის მოწოდების ადგილას და საქართველოსთან გასვლის ადგილამდეა ჩვენი კუთვნილება, თორე შემოდის და გადის მასში რუსული გაზი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რადგან რუსული გაზია, ამიტომ ბარე მოდით მილიც რუსული იყოს. ჩვენ ხედავთ არათუ საქართველოს მიმართ, არამედ თავისი ძმა და მეგობარი ბელორუსიის მიმართ რა აგრესიულია რუსეთი, როცა მის ტერიტორიაზე საკუთარი ბუნებრივი აირის გატარების პრობლემა დგება. რადგან ბევრად მეტი ბერკეტი აქვს რუსეთს ბელორუსიაზე ზემოქმედების და აქაც კი უკვე რამის ლუკაშენკო გამოაცხადონ ნონგრატად და დემოკრატიული სამყარო დღეს საერთოდ აბსურდია, მაგრამ ლუკაშენკოს მხარს უჭერს თავის მცდელობაში, რომ დაიცვას სუვერენიტეტი ბელორუსიის. ჩვენი მილის შემთხვევაში რასაკვირველია, ეს იქნება კიდევ ერთი ბერკეტი ზეწოლის ქვეყანაზე და მე შიშოფუხი იქნება თუ არა ეს არანაკლებ სერიოზული ბერკეტი, ვიდრე არის თუნდაც ჩვენ შემთხვევაში აფხაზეთი და ოსეთის ფლობა. ცით რა შეასაქმე, ერთმანეთთან რუსეთი ამას არ დააკავშირებს. არის შემისადეთ პრიმიტიული მოლოდინი იმისა, რომ აი ჩვენ შევთავაზებთ ამ გასადენს და რაღაც შეღავათი გვექნება ან ცხინვალის ან სოხუმის. ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება რუსეთთან ვაჭრობს პოლიტიკურად მილსადენით? არ ვაჭრობს, ჩემის აზრით, სთავაზობს. და თუ დროის ფაქტორს გავითვალისწინებთ, როდის გახმაურდა ასე ძალუმად გასადენის თემა, გავიხსენებთ, რომ წინა დღეს იყო სულაც ბატონი პრეზიდენტის განცხადება, რომ ის მზად არის უპირობო მოლაპარაკებისთვის რუსეთთან. ვფიქრობ, რომ სწორედ ესეთი და არა მხოლოდ ეს ფაქტი იქნება გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ რუსეთი დაინტერესდეს ნირწამხდარი ხელისუფლებით და არ იყოს წინააღმდეგი მისთვის, ასე ვთქვათ, ჩაწერის გახანგრძლივებისა, თუნდაც იმავე ავლაბრის რეზიდენციაში. რადგან ასეთ ვითარებაში სხვა რაიმე საპირწონე საქართველოს არ გააჩნია. გარდა ხელისუფლების ცდილობისა ძალაუფლებაში დარჩენის. არ გახლავთ ეს 70 კილომეტრიანი ზოლი იმის ფასი რუსეთისთვის, რომ საერთაშორისო სკანდალებით მოცული რეალობა, რომელიც მას ცხინვალის და სოხუმის გამო დღეს გააჩნია, დათმოს გასადენის სასარგებლოდ, რომელიც ისედაც მისი გატარების საშუალებაა. ბატონო, არის ერთი ვერსიაც, ასევე ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ამერიკულ მხარესთან ვაჭრობს საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში, რომელმაც თავის დროზე ხელი შეუშალა გასადენის გაზპრომისთვის მიყიდვას და გაარემონტა კიდეც იგი ისე, რომ ქართულ მხარეს აქვს გარკვეული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვადის გასვლამდე მას ეკრძალება მილსადენის გაყიდვა, თუ არა და კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მილენიუმის ფონდს. იცით, თუ ამერიკას ჩავთვლით როგორც მხარეს, რომელზეც ორიენტირებულია ჩვენი მთავრობის ეს
გაუთვალისწინებელი ნაბიჯი